გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ფეხსაცმელზე, რომელიც საუკეთესოა მათთვის, ვისაც სურს ულტრამარათონი კომფორტულად და უმტკივნეულოდ ირბინოს. ისინი, ვინც წელს სვანეთში 70-ან 100 კილომეტრის სირბილს აპირებთ, ამ მოდელზე უკეთეს ვერ შეიძენთ, არის საოცრად კომფორტული, რბილი, ძალიან კარგი მოჭიდება აქვს ტექნიკური ზედაპირების სარბენად, გამოგადგებათ როგორც ვარჯიშისთვის ყოველდღიურობაში, ისე საბოლოო გარბენისთვისაც. ყველამ შეამჩნიეთ ალბათ, რომ HOKA ჩემი ფავორიტი ბრენდია და ეს არის ჩემი წლების მიერ დაგროვილი გამოცდილება და გულახდილი პრეფერენცია. თუმცა საყვარელ ბრენდშიც მაქვს ჩემი ფავორიტი მოდელი და ეს არის მეგობრებო, არც მეტი, არც ნაკლები HOKA Mafate Speed 4. ბოლო წლის განმავლობაში სხვა მოდელებთან ერთად Mafate-ს 2 წყვილი გავცვითე. ამას უკვე დაახლოებით 900 კილომეტრი აქვს ნარბენი, ამას ექნება 800-მდე და თითოეულს კიდევ შეუძლია 150-200 კილომეტრი თავისუფლად ირბინოს, შეიძლება მეტიც. ეს ყველაფერი უდაოდ ამ მოდელის გამძლეობაზე მეტყველებს და მოდით შევადაროთ ეს მოდელი, თუნდაც მაგალითად Speed Goats, რომელიც ასევე HOKA-ს ერთ-ერთი ტოპ მოდელია და მისი დეტალური განხილვა უფრო ჩვენს წინა ვიდეოში გქონდა, რომლის ლინკსაც ამ ვიდეოს აღწერილობაში დაგიტოვებთ. ხოლო რაც შეეხება თვითონ Mafate-ს Speed Goat-თან მიმართებაში არის უფრო განიერი კალაპოტით და შესაბამისად უფრო სტაბილურობით დახასიათებული მოდელი. სტაბილურობისა და ოდნავ უფრო მეტი სირბილის ხარჯზე Mafate გრძელი გარბენებისთვის, ულტრებისთვის ბევრად უფრო კარგი მოდელია ვიდრე Speed Goat-ი. Speed Goat-ი როგორც გვიხსენებია, თავის მხრივ ტექნიკური და მოკლე ტრეილ მარათონებისთვის არის საუკეთესო და შეუცვლელი, თუმცა თუ ულტრები გინდათ, ისევ და ისევ Mafate Speed 4. Mafate-საც ისევე როგორც Speed Goat-ს აქვს ვიბრამის ძირი, ეგრეთ წოდებული მეგაგრიფი. თუ მის მოყვანილობას დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ოდნავ ნაკლები ეგრეთ წოდებული შიპები აქვს, წაწვეტებები, რაც აქვს მაგალითად Speed Goat-ს და ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ნაკლებად ტექნიკური ზედაპირისთვის არის განკუთვნილი, თუმცა თუ მართლაც თოვლიან, ტალახიან, ძალიან სრიალა ზედაპირზე არ დარბიხართ, ამ სხვაობას ვერ იგრძნობთ დანამდვილებით და ისევე ასრულებს ნებისმიერ ტექნიკურ ზედაპირზე თავის ფუნქციას, როგორც Speed Goat-ი. Mafate თითქოს ყველანაირი ზედაპირისთვის არის მოგონილი, იქნება ეს თიხიანი ზედაპირი, ტყეში ფესვიანი მიწა თუ ქვიანი ზედაპირი, უფრო კლდოვან მასივებში, ის ყველანაირ ზედაპირზე ძალიან კარგად დარბის. საკმაოდ კარგად სუნთქავს, რაც მას ზაფხულისთვის საუკეთესო მოდელად აქცევს. გარდა ამისა, საკმაოდ დრეკადია, რაც აღმართებში არბენისთვის ძალიან კომფორტულია და ფეხს თავისუფლებას უტოვებს სამოძრაოდ. აქვს ასევე Gore-Tex-ის ვერსია მათთვის, ვისაც მაგალითად ზამთარშიც კომფორტულად უნდა სირბილი ისე რომ ფეხი არ დაუსველდეს. თან წინ აქ თითების დაცვა აქვს, რაც ფრჩხილებს ოდნავ მაინც იცავს დაზიანებისგან და ხო კიდევ Speed Goat-ის უბედური თხელი-ენისგან განსხვავებით, ამას აქვს ძალიან კომფორტული და რბილი ენა. ორი სიტყვით ისიც ვთქვათ, ვის არ გამოადგება Mafate. ისინი, ვინც დარბიან შედარებით ბრტყელ არატექნიკულ ტრეილებს, სადაც მნიშვნელოვანია უფრო მეტად სიჩქარის განვითარება ტექნიკურობაზე, ამ შემთხვევაში Mafate არ გჭირდებათ და შეგიძლიათ თამამად სხვა მოდელი მოირგოთ და მოსინჯოთ. და ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ ჩემი Mozart-ი 100 კილომეტრიანი ულტრა Mafate-ებით ვირბინე და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და უმტკივნეულო ულტრა, რაც კი მირბენია, სწორედ ანუ ფეხსაცმელის ჭრილში თუ ვისაუბრებთ. ამიტომ მართლა გულახდილად მგონია, რომ ეს არის HOKA-ს საუკეთესო მოდელი. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო, მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვენი ვიდეო და ველი ასევე თქვენს კომენტარებს და რეკომენდაციებს, თქვენ რომელი ფეხსაცმელი გიყვართ ისევე ძლიერ როგორც მე ეს მოდელი.